აი ნახე როგორ გამოიყურება ჩემი ცომი დასვენებული. ანუ ძალიან მაგარი არ არის. წელვადია, ელასტიურია, მომყვება. ეხლა ცოტა ხელით გავიყვან და მერე უკვე საბრტყელებლით. ყველა მოქმედებას ხინკლის მომზადებისას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, დიდი როლი აქვს მოკლედ. სისქეს გაბრტყელებისას, მთლიანი ცომისას. შემდეგ რო ამოვჭრით რა დიამეტრის იქნება და იმ დიამეტრისას რა სისქეზე გავაბრტყელებთ. მაგას ყველაფერს კიდე თანდათანობით აგიხსნით. ეხლა ჯერ ხელით გავიყვან. რასაც ხელით ვერ მოვერევი, დანარჩენს უკვე საბრტყელებლით გავიყვან და გავაბრტყელებ თანაბრად.